რა ენერგიებში ხართ ურთიერთობების მხრივ? მოდით ეს თემა განვიხილოთ ჩვენ. რა მოცემულობა გვაქვს და იმის მიხედვით მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. ხო. ურთიერთობაში ყველაზე რთული მდგომარეობა მაშინ დაგიდგათ, როცა ნელ-ნელა შეწყვიტეთ საკუთარ თავზე ზრუნვა და იძულებით, ნებით თუ უნებლიეთ გადახვედით როლში, რომელიც ბუნებრივად თქვენს პასუხისმგებლობებს ცდებოდა. თქვენ დაიწყეთ არა მხოლოდ სიყვარულის, არამედ ურთიერთობის მთელი სიმძიმის საკუთარ თავზე აღება. ემოციურად, ფიზიკურად, ფინანსურად, ყველანაირად, რასაც ქვია. ეს არ მომხდარა ერთ დღეში. ნელ-ნელა მიიღო სახე, როცა დაინახეთ, რომ თქვენს გვერდით მყოფი ადამიანი არ იღებს პასუხისმგებლობას, არ გიცავთ, არ გიქმნით სტაბილურობას, არ იღებს არანაირ გადაწყვეტილებებს. ვერ გძნობთ მისგან საყრდენს, პირიქით. თქვენ ხართ საყრდენიც, იმედიც და ჰერაკლეც თუ საჭირო გახდა. თავიდან თითქოს მხოლოდ დახმარების მცდელობა იყო, რაც ჩვევაში გადაიზარდა. შემდგომ დაიწყო სიცარიელე, რომლის შესავსებად ენაც კი დამება, შეიძლება ბევრს როგორ უნდა ვთქვა, ბევრს ჭამდით მაგალითად ამ პირიქით, ეტანებოდით ტკბილეულს, ძილის დარღვევა, რეჟიმიდან ამოვარდნა. ეს ყველაფერი გახდებოდა თქვენი თანმდევი. გადამრჩენელის როლში ხართ შესული. აღმოჩენილიც გაქვთ, რომ ხართ ურთიერთობაში, მაგრამ მაინც მარტო. არადა ფორმალურად პარტნიორი გყავთ. ამის მიზეზი რაში არის? ამის მიზეზი რაში არის, იცით? მის ინფანტილურობასა და მომწიფებლობაში. თუნდაც 70 წლის იყოს. ყველაფერი თქვენს კისერზე გაქვთ აღებული, რაც თავისთავად დამღლელი. და ალბათ ხშირად გაიგონებთ ფრაზას, რა დრამებს მიდგავ. სადღაც გონიათ კიდეც, რომ სიყვარული სხვის გადარჩენას ნიშნავს და საკუთარი თავის დავიწყებას, თუმცა ესე არ არის, რა თქმა უნდა, არჩევანი სამყაროს შექმნის დღიდან გვაქვს ჩვენ მოცემული. თქვენი ენერგია ურთიერთობაში დაცლილი და დაღლილია. და სხვათა შორის ახალი შესაძლებლობებისთვის არის მზად, საბედნიეროდ. დავასკვნათ ბოლომდე, აბა რა შესაძლებლობებია. აღარ გენდომებათ იყოთ ძლიერი, უბრალოდ გენდომებათ ყავდეთ გვერდით სხვა უფრო ძლიერი პარტნიორი. რითაც იგრძნობთ რას? სიმსუბუქეს, ენერგიას, სინაზეს, უსაფრთხოების განცდას, ნდობას, საყრდენს, რაც საშუალებას მოგცემთ მოდუნდეთ, მიენდოთ, გიყვარდეთ, მიიღოთ და გასცეთ კიდეც. აი ეს ახალი შემართებული ენერგია მაძლევს საშუალებას ვთქვა, თქვენ მზად ხართ დათმოთ მუდმივი მზრუნველობა სხვაზე და მზად ხართ მიიღოთ ახლა უკვე სხვისგან, ვინმე უფრო ძლიერისგან. ჩანაცვლების ხარჯზე და ჩანაცვლების ზღვარზე ხართ ბევრი მათგანი. როგორც იტყვიან ხოლმე, იგი წავა და სხვა მოვაო. ასე რომ, აქ ერთი სახელი შეიცვლება მეორეთი. ბევრი თქვენთაგანი შეძლებს ამას, თუმცა არა ყველა, რა თქმა უნდა. მაგრამ ენერგია არის მიმართული ბევრად უფრო
ძლიერი სურვილებისკენ, რომლისთვისაც ნამდვილად ხართ მზად, რომ მიიღოთ. და თუ დასატოვებელია რაღაც დატოვოთ, თუ დასატოვებელია ვიღაც დატოვოთ და ახალი რეალობა შექმნათ. წარმატებები ბედნიერი დღე ყველას. პირადი კითხვები მომწერეთ WhatsApp-ზე 557 16 73 53, ოღონდ ძალიან გთხოვთ, ნუ მირეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.